Deputatებს აინტერესებთ, რატომ ყიდულობს უჩანანუაშვილის აპარატი 105,000 ლარიან ავტომობილს. ორი თვის წინ სახალხო დამცველის აპარატმა ძვირადღირებული Mercedes-Benz GLA შეიძინა. უჩანანუაშვილის მიერ 105,000 ლარიანი მანქანის შეძენა ქართული მედია საშუალებებით აქტიურად გაშუქდა. გამოიწვია იმ საჭიროებებმა, რომელიც აპარატის წინა შეიდგა. მაშინ ომბუდსმენმა განმარტა, რომ ძვირადღირებული ავტომანქანა აუცილებელი საჭიროების გამო შეიძინეს. თუმცა სტუდია მონიტორმა გაარკვია, რომ Mercedes-ი ორი თვეა მათ ავტოსადგომზე დგას და აქტიურ გამოყენებაში არ არის. პოლიეთილენის პარკებით შეფუთული სავარძელი და ჟანგიანი სამუხრუჭე დისკი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა გარკვეული პერიოდია უმოძრაოდ დგას. ვისთვისაა განკუთვნილი 105,000-ად შეფასებული ავტომანქანა. ჩვენ ამაზე კომენტარი სახალხო დამცველის აპარატს ვთხოვეთ, თუმცა ინტერვიუზე უარი გვითხრეს. სტუდია მონიტორის ინფორმაციით უჩანანუაშვილის გადაწყვეტილებით Mercedes GLA-ით მის მოადგილეს ნათია კაციტაძეს უნდა ესარგებლა. 2016 წლის 28 მარტს. ამის შესახებ სახალხო დამცველს ვკითხეთ. იყენებთ დღეს ამ მანქანას? მანქანა გამოიყენება საჭიროებისა მეფე. კონკრეტულად ვინ იყენებს, ვის სარგებლობაში არის? კონკრეტულად არც ერთ ადამიანზე არ არის, საჭიროების მიხედვით იქნება გამოყენებული მანქანა. ჩვენი ინფორმაციით 2016 წლის 28 მარტის ბრძანებით ეს გადაეცა თქვენი მოადგილის ნათია კაციტაძის მძღოლს. ადასტურებთ ამას? ეს მანქანა არ არის არც ერთი ადამიანის, არც ერთი თანამშრომლის საკუთრებაში, გადაცემულ საკითხობაში. ეს მანქანა არის ოფისის საჭიროების ამბები. აქედან გამომდინარე გამოიყენება დანიშნულებით თუ ვის სჭირდება კონკრეტულად ეს მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენმა უარყო, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით დაგვიდასტურა, რომ Mercedes-ი ერთ კონკრეტულ პირს გადაეცა, მაგრამ ამ პირის სახელი და გვარი წერილში წაშლილია. თუმცა ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ უჩანანუაშვილის 28 მარტის ბრძანებით 105,000-იანი Mercedes-ი ნიკოლოზ ბალიაშვილის გადაეცა მართვაში. ბალიაშვილი ომბუდსმენის მოადგილის ნათია კაციტაძის მძღოლია. Mercedes-ის მარკის GLA-ის ავტომანქანა ჩვენი ინფორმაციით შეიძინა თქვენთვის უშუალოდ სახალხო დამცველის აპარატმა. ამას ადასტურებთ? არა, ნამდვილად არა, იმიტომ რომ მე მყავს სამსახურებრივი მანქანა, Hyundai Elantra, რომელიც მას უკვე წელი რაც დავინიშნე ამ თანამდებობაზე. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც Mercedes GLA გადაეცა თქვენს მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს. ამაზე რას გვეტყვით? არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ომბუდსმენის აპარატში მალავენ ვისთვისაა გადაცემული Mercedes-ი. ეს ინფორმაცია ჟურნალმა ლიბერალმაც გამოითხოვა. მონიტორმა და ლიბერალმა ერთი და იგივე კითხვაზე, ერთი და იგივე დღეს ომბუდსმენისგან განსხვავებული პასუხები მიიღო. ლიბერალს მიწერეს, რომ მანქანა არავისთვის გადაუციათ. მონიტორს გვიპასუხეს, რომ გადასცეს კონკრეტულ პირს, მაგრამ პირის ვინაობა დაგვიმალეს. რატომ შეიძინა ომბუდსმენმა ამ კლასის ძვირადღირებული ავტომანქანა, როცა ასეთი ავტომანქანა არც ერთ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციას არ შეუძენია? ამ კითხვაზე ნანუაშვილი და მისი მოადგილეები პასუხობენ, რომ ეს შენაძენი აპარატში თანამშრომელთა რიცხვის ზრდამ და ახალმა საჭიროებებმა განაპირობა. GLA არის კომპაქტური crossover-ი. ავტოექსპერტის თქმით, ბევრად იაფი და გამძლე მოდელები არსებობს, რომელიც აპარატის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ამას აპარატის ყველა თანამშრომელი ამ ავტომობილს მე მგონი არ იხმარს, იმიტომ რომ ყველა თანამშრომელი ამ ავტომობილზე დასვა შესაბამისად ავტომობილის მდგომარეობა მე არ იქნება ისეთი როგორც თავიდან იყო. ანუ რეგიონებში სასიარულოდ მსგავსი ბიუჯეტის ავტომობილის ყიდვა ჩემთვის სრულად გაუმართლებელია. ეს ავტომობილი კონკრეტულად არის პრემიუმ სეგმენტის ავტომობილი და სერვისი ამ ავტომობილისა დაახლოებით 10 ჯერ თუ არა, 5 ჯერ მაინც აღემატება ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების სერვისი. სტილი მანქანის არის უფრო ისეთი დახვეწილი, ასე ვთქვათ, და არის უფრო სტატუსური ავტომობილი რა. ანუ მას ყიდულობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ან უკვე აქვთ გარკვეული სტატუსი და საზოგადოებისთვის უფრო დამაჯერებელი იყოს მათი სტატუსი ასეთი მანქანით დადიან ქალაქში, ან მათ ვინცაც ეს სტატუსი არ აქვს, მაგრამ უნდა რომ აი ამ მანქანის ხარჯზე ეს სტატუსი შეიძინოს.